როგორ მოგწონთ ჩემი ფრჩხილები? დღეს ფრჩხილები გავიკეთე, გაკეთების პროცესში მომივიდა ერთი ასეთი იდეა, რომელიც ჩვენი გაკვეთილის თემა გახდა. ხომ ვიცით, რომ ქართულში ვამბობ, ფრჩხილები გავიკეთე, მანქანა შევაკეთეთ, მაშა ვიჭერი და ასე შემდეგ. თუმცა რეალურად გულისხმობთ, რომ ეს ყოველ ჩვენთვის კი არ გავაკეთეთ, არამედ სხვამ შეასრულა ჩვენთვის ეს მოქმედება. აი თქვენი აზრით, თუ ვიტყვი ინგლისურში I did my nails, ეს რას ნიშნავს? ხო, ანუ ფრჩხილები გავიკეთე, კი ბატონო, ამას ნიშნავს, მაგრამ თუ მე ამას ვიტყვი, შეიძლება ჩემი მსმენელი შეცდომაში შევიყვანო, თუ აი ამ წინადადებას გამოვიყენებ, რაც მე წერან ვქი და რატომ? ამ შემთხვევაში ადამიანი ფიქრობს, რომ ფრჩხილების გაკეთება ჩვენი პროფესიაა და ეს მოქმედება ჩვენ თვითონ შევასრულეთ. ინგლისურში ეს ყველაფერი სრულიად სხვანაირად მუშაობს. თუ ჩვენ სხვა გვიკეთებს საქმეს, ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ სტრუქტურა have something done. მოგესალმებით ჩემს YouTube არხზე, მე ვარ თათია, ინგლისურის მასწავლებელი და დღეს ჩვენი გაკვეთილის თემაა have something done. Okay, let's get started. ამ სტრუქტურას მაშინ ვიყენებთ, როდესაც მოქმედებას ჩვენ სხვას ვასრულებთ. აი მარტივი ფორმულა აქვს, ჭირდება have, შემდეგ ობიექტი და ზიმნის მესამე ფორმა. მაგალითად, ფრჩხილები გავიკეთე. წარსული ფორმა არის, ხო? რადგან have-ითი წარმოება, have-ის წარსული არის had, ამიტომ I had my nails done. I had my nails done, my face massaged. ანუ ფრჩხილები გავიკეთე. მოიგულისხმება ის, რომ კი ბატონო, შედეგი სახეზეა, მე მაქვს ფრჩხილები გაკეთებული, მაგრამ ეს შეასრულა ჩემთვის სხვამ. მანქანა გავრეცხე, თუმცა, პირობითად მე არ გამირეცხია, სხვას გავარეცხინე. I had my car washed. რადგან wash არის წესერის და ვუმატებთ ie's. იდეაში ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, მაგრამ რაღაც მაინც ხდება ჩვენს სასარგებლოდ. მოდი განვიხილოთ სხვადასხვა დროებში აი ამ სტრუქტურის გამოყენება. ჩვენ ჯერჯერობით შევხედოთ მხოლოდ წარსულს, ხო? იმიტომ რომ ფრჩხილები გავიკეთე, მოხდა წარსულში, თმა შევიჭერი მოხდა წარსულში, მანქანა გავარეცხინე, უკვე მოხდა, უბრალოდ სხვამ გამიკეთა ეს და ამიტომაც ვთქვით როგორც had something done კონსტრუქციაში, რომ I had my nails done, I had my hair cut, I had my car washed და ასე შემდეგ. რადგან გაკვეთილი გავხსენით ძირითადად ფრჩხილების გაკეთების მაგალითით, მოდი აღებოთ სწორედ ეს წინადადება და ჩავსვათ ახლა განგრძობითში, პირობითად ეხლა ვიკეთებ ფრჩხილებს. ოღონდ მე კი არ ვიკეთებ, რა თქმა უნდა, სხვა მიკეთებს, მაგრამ როგორც ქართულში ვამბობთ, რომ აი ეხლა ფრჩხილებს ვიკეთებ, მეგობარმა დაგირეკა რაშვების ათხარ და რავი ფრჩხილებს ვიკეთებ. ხო, ინგლისურში ვეტყვით I am having my nails done. I'm having my nails done. რატომ ვიტყვით ასე? იმიტომ რომ, როდესაც რაღაც ხდება ახლა ამ მომენტში, ამას ვაწარმოებთ to be-ს am-ზე არის და სინას დამატებული ing ფორმით. So, I am having my nails done. როგორ ვიტყვით იგივე წინადადებას მომავალში, მაგალითად, შემდეგ კვირას ფრჩხილებს გავიკეთებ. მომავალში გამოვიყენებთ will-ს, ხომ ასე? ამიტომ I'll have my nails done next week. I'll have my nails done next week. ამ წარსულში I had my nails done, აწმყოში I'm having my nails done, მომავალში I'll have my nails done. მოდი ჩავსვათ აწმყო სრულ დროში, დასრულდა და შედეგი სახეზე მაქვს. I have just had my nails done. შეგახსენებთ, ჯერ ამ თემაზე ვიდეო არ ჩამიწერია, present perfect-ი გრამატიკის პასრული დრო, ერთ-ერთი დროა ინგლისურში, ის გამოხატავს მოქმედებას, რომელიც მოხდა წარსულში და არ გვაქვს მითითებული დრო თუ როდის მოხდა. გამოხატავს ასევე წარსულის გამოცდილებებს, სადაც ასევე არჩენს დრო თუ როდის მოხდა. აი მაგალითად ნამყოფი ვარ იქ, ნაჭამი მაქვს ეს და ასე შემდეგ. და ასევე გამოხატავს, როდესაც დასრულდა მოქმედება და აი შედეგი ამ წამს სახეზე გვაქვს. რომელიც არის ბრჩხილებზე, ხო? აი ეხლა რომ ბრჩხილების კეთების პროცესი დასრულებული იყო აი ამ წამს და მე რომ სალონში ყოფილიყავი და ჩემს მეგობარს ეთქვა რა შვები აბად, მე ვიტყოდი I have just had my nails done. თქვენ გეგონათ ასე მორჩა ეს ამბავი? არა, კიდევ ერთი რაღაც უნდა დავამატოთ. Have something done, ასევე ვიყენებთ ისეთ მომენტებში, როდესაც რაღაც მოხდა,
ჩვენი სურვილის მიუხედავად. აი არ გვინდოდა, უბრალოდ ესე მოხდა, ესე წარიმართა სიტუაცია. აი მაგალითად, გასულ კვირას ველოსიპედი მომპარეს, ან საფლავი მომპარეს. I had my bike stolen last week. And I had my wallet stolen last week. თუ ძალიან clumsy morning მაქვს, clumsy სიტყვა ნიშნავს მოუქნელს, მოუხერხებელს. Sometimes I'm clumsy. You know, things happen. და მოვიყვანოთ მაგალითი ჩემი რეალური ცხოვრებიდან. It didn't happen today though, but still. I had my coffee spilled all over me this morning. მოკლედ, შევაჯამოთ. როდესაც ჩვენ ვიხდით რაიმე სერვისისთვის, რომ მოგომსახურონ, ჩვენ ვიყენებთ კონსტრუქციას have something done. და არ ვამბობთ ისე როგორც ქართულში, რომ მანქანა შევაკეთე, თმა შევიჭერი, ფრჩხილები გავეკეთე, სახლი დავალაგე, იმ შემთხვევაში თუ სხვამ დაალაგა ეს ჩვენთვის, დავიქირავეთ და ასე შემდეგ, ან მაკიაჟი გავიკეთე ქორწილისთვის და ასე შემდეგ, ხომ? ხვდებით რას გულისხმობ? ინგლისურში ეს ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ have something done. დამატებითი ინფორმაცია სასაუბრო ინგლისურში have-ს ასევე ცვლიან როგორც გეტით, ანუ ყველაფერი იგივე რჩება, უბრალოდ have-ის ნაცვლად შესაძლოა like American might say I got my nails done. It's because, gets past simple is got, so he or she will say I got my nails done, I got my hair cut, and like this. So, this is additional information for you. Next, what I was saying. გუშინ მანქანა შევაკეთებინე. როგორ ვიტყოდით ინგლისურად? I had and got my car fixed. Mr. Bartuska to have my car fixed, so. Wait. Okay. მან ქორწილისთვის მაკიაჟი გაიკეთა. She had her makeup. She had her makeup done for the wedding, and she got her makeup done for the wedding. Პირდაპირ გვინდა ვთქვათ, რომ ის ახლა მაკიაჟს იკეთებს, ანუ სხვა უკეთებს იდეაში, მაგრამ მინდა ახლა განგრძობით მომენტში ვთქვა. She is having her makeup done right now. See? Easy, right? ასევე როგორც უკვე ვთქვით, როდესაც რაიმე ხდება, ისეთი, რასაც ჩვენ თვითონ არ ვისურვებდით, მაგალითად, რაიმე მომპარეს, ყავა გადამესხა და ასე შემდეგ, ხო? ამ დროსაც ვიყენებ have something done. ეს თემა მშრალად რომ არ დავტოვოთ, მე შენ მოგიმზადე სამუშაო ფურცელი, რომელსაც დავურთავ ვიდეოს ბოლოს კომენტარებშიც და აღწერაშიც, რომ ეს გადმოწერასაც შეძლებ იმუშაო პირადად და შეასრულო იქ მოცემული დავალებები და დოკუმენტის ბოლოს ასევე დაგხვდება პასუხები, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძლებ საკუთარ თავს შეუსწორო შენი ნამუშევარი. თუ კითხვები გექნება ამ თემასთან დაკავშირებით, ველოდები შენს კომენტარებს, ასევე კარგი იქნება, თუ დაწერ რაიმე შენს პირად მაგალითს have something done-ის გამოყენებით, რომ მე ვეცდები თითოეულ თქვენგანს ამოგეხმაუროთ კომენტარებში. სულ ეს იყო, იმედი მაქვს, ეს ვიდეო თქვენთვის პრაქტიკული აღმოჩნდა და წარმატებებს გისურვებთ ველოდები შენს კომენტარს. ასევე მაინტერესებს რამდენად პრაქტიკული აღმოჩნდება შენთვის ის დოკუმენტი, რასაც მე ვიდეოს დავურთავ და შეგიძლია ამასთან დაკავშირებითაც დავამეხმაუროთ რა თქმა უნდა კომენტარებში. ხო, თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მაინტერესებს ის ახსნას ისევ შემდეგ ვიდეოში და ინგლისურთან დაკავშირებით. Okay, that's all. Have a good day ahead.